მოვემზადე, მივდივართ ექიმთან, ავრს მოვყვე გამომიგზავნა ჩემი იმერტეს პასუხები. ახლა არაფერზე არ მიდალაპარაკე, გარდა იმისა, რომ უნდა მივიდე. მივიღე შხაპით, მას არ ვიშრობ, იმიტომ რომ გუჩქარება და თან ისე მცხელა ხა ფენი რომ მივიშრო შევა უფეთქდე. ნახოთ რა სიტყვის ექიმი 90 კი არა, მილიონი პროცენტი დარწმუნებული ვარ, რომ მენიშნება მკურნალობა, მაგრამ რა სახის და როგორ იქნება და საერთოდ რამდენად შიშია თუ არ არის საშიში, თუ ყველა ვარიანტი რა თქმა უნდა რამე თუ არის საშიშია, მაგრამ თუ არის დაძლებადი თუ რა არის საერთოდ ამ ყველაფერს მეტყვის უკვე ექიმი და დაწესებულ ინფორმაციას რა თქმა უნდა მოგაწვდით. წავედით. დროებით. მზიადე. ფეხზე რა გიყიდა მამა? მაგ ფეხსაც მას რა ქვია დედამ რა გითხრადე? ბალერინებით. Baime, გაცივდიდე? აფერაკენია. მამასთან მიდიდი. მიყვარს. ხო. კი, საყვარელო. ეს ჩემია. ცხებია? აქ შემთხვევით ვინმე აბსოლუტურად სუფთა ტვინით ხომ არ ზის. ჩემი პასუხები მოვიდა. მართალია, რო წავიკითხე, ერთი კარგად ვიტირე, იმიტომ რომ მეგონა რომ რაღაცა ვერ იყო წესრიგში, მეილზე მომივიდა პასუხები, სანამ ექიმთან მივიდოდი. აი ეს და ვერ მივხვდი რა იყო, იმიტომ რომ რაღაც დაფიქსირდა 20 თხეო თუ რაღაც მოკლედ და 6.4 მმ-დან მოკლედ რაღაცა ეწერა და ნუ ვიფიქრე რომ რაღაცა საშიშროება იყო და მოკლედ ძალიან რთულ მდგომარეობაში წავედი კლინიკაში, შევედი, ფირცხალავა არის ჩემი ექიმი, ხო და ვერ დავჭექი. ყველაფერი მიკანკალებდა, მიცახცახებდა, ვიყავი ძალიან ცუდად მეხოა და დავრუ. კითხულობს კომპიუტერში. და შემომხედა და მე ვარ სავარაუდოდ მწვანე. მიყურებს. აბსოლუტურად სუფთა არის თქვენი თავის ტვინი, ქალბატონო გვაცაო და აი მანდ მივხვდი რომ რაღაც სასწაული მოხდა ჩემ ცხოვრებაში და სულ ტყუილად ვინერვიული ამდენი, სულ ტყუილად გავინადგურე თავი და სახეზე სავარაუდოდ მეტყობა დღევანდელ დღეს მით უფრო ის კვალი და ვიძახი რომ მე უკვე ერთი სიკვდილით მოვკვდი და ვეღარაფერი ამ ცხოვრებაში ალბათ ვეღარ მომერევა და ვეღარ დამაგდებს, იმიტომ რომ უკვე დამაგდო იმ შიშმა რაც გამოვიარე თქო ვიძახი. დეტალურად გაიარა ყველა ფრაზა, რაც მე თვითონ რაღაცად მეეჭვებოდა, კი არა ვერ გავიგე უფრო სწორად და მითხრა რომ ის სითხე რაც არის, აბსოლუტურად არაფერი არ არის და იქ უნდა იყოს არ არის პრობლემა. საერთოდ არც განვიხილავო მაგას, ეგ არაფერი არ არისო, ჩათო ეგ არაფერი არ არისო.
ერთ-ერთი რაც არის ცგიდე, რომელიც ოდნავ არის გამრუდებული და ამისათვის რა თქმა უნდა მივაკითხო სულ სხვა ექიმზე, არაფერ შუაში არ არის. სუნთქვაში მიშლის ხელს, ცგიდის გამრუდება, პეჭი მქონდა ადრეშება, მაქსკო რაღაცა პოლიპები რაღაცა მეგონა რა არ ვიცი მოკლედ და დამიჯერეთ იმასთან ის რომ უიდე და რაღაცა ცგიდის გამრუდება ჩემთვის არის რავი 0 არაფერი ჩათვალეთ საერთოდ არაფერი არ არის ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან აღელვებული ვარ ახლა არის საკმაოდ გვიანი მართალია კლინიკაში ბევრად ვენროს ვკავარ ბევრად ადრე მივედი რო წამოვედით მე აღვნიშნე და საშუალოში დავპატეჟე ჩემი ოჯახის წევრები ანუ ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე ვინც ვიყავით წასულები თუმცა მანამდე ეგრევე დავურეკეთ ყველა ჩემი ოჯახის წევრს ჩვენს უახლოეს ადამიანებს ვინც ძალიან ნერვიულობდა და ძალიან რა ვიცი ელოდებოდნენ პასუხებს მივირთვით მოკეთ შაურმები მარიკო მივირთვა ფრი და წამოვედით სახლში და აი იმდენად ვიყავით მე და ჩემი მეუღლე დაცლილები ყველანაირად რომ ყავა დავლიეთ და დავეყარეთ ოღონდ არ მაძინებია საერთოდ აი უბრალოდ ვიწექი იმდენად მცხელა დღეს არ ვიცხალ ხო თქვენს თუ გცხელათ მაგრამ მე იმდენად მცხელა რომ ვერ დავიძინე და ჩემი მეუღლეც ისე მალე ადგან მცხელაო ვერ ვიძინებ დღეს რაღაც ძალიან მცხელაო და უბრალოდ დავისვენეთ მოდი ესე ვთქვათ ცილით ვერ დავიძინეთ ვერც ერთმა და ისეთი ბედნიერი ვარ ხალხო აი არ ვიცი ვერ აგიხსნით ისეთი ბედნიერი ვარ მოკლედ აქ რაც არის ის რომ დავენიშნა ერთთვიანი მკურნალობა ეს არის პირველად სახის თავის ტკივილებს ეძახიან რომელიც გამოიხატება იმ ყველაფერში რაც მაქვს ახლა ამ პერიოდში თავის ტკივილები თაფურსხობით ამით გამოიხატება იწვევს ხმაური დაღლა სიმძიმის აწევა მძიმეს ხო არ წევდითო და მარიკოს წლები ამ ხელა გზაზე დავატარებდი თქვენ კი იცით ხელით მძინარე წაიყვანე მოიყვანე და ანუ მოკლედ და ყველაფერმა ერთად გამოიწვია მითხრა რომ უმრავლესობას აქვს ეს თავის ტკივილები რაც მან მითხრა რომელიც ჩვეულებრივ ექვემდებარება მკურნალობას დამინიშნა ესე იგი ნაპროფი 550 მგ-იანი ერთიანი ჭამის შემდეგ მხოლოდ 10 დღეო მაგნეტი ერთი კაფსულა ერთხელ დღეში კაფსულებს ვერ ვიტან მაგრამ რას დავეძებ ჭამის შემდეგ ერთი თვე და ამიტრიპტილინა 25 მეოთხედი აბიძილის წინ მეოთხედი ამ საკმაოდ ძლიერია მოკლედ და თუ მეოთხედმაც რაღაც ისე გაგრძნობინაო თავი ეს წამალი იწვევს ძლიანობას და მე ვთხარიო ვაი მეთქი ძალიან კარგია იმიტომ რომ ეხლა მე არ მძინავს თქო და ხოდა მას შეთვის ყოფილო და თუ მაინც ძალიან მიგაგდო და დამირეკეო და გამოგიცვლიო ამ წამალსო ამიტომ ერთი თვისას რა თქმა უნდა არ ვიყიდი დაახლოებით 4 დღისას თუ შევატყერო ნუ წავიქიცი და ვეღარ მოძრაობ მერე გამოვაცვლენებ თუმცა რადგან მე მაქვს გზილობა ამიტომ ამდენი გამოცდა დამჭირდეს მაგრამ რა ძალამადგია არ ვიყიდი ბატონო არც ერთ ვარიანტში თლიან კურს ვიყიდი ნაკლებს მითხრა რომ ნელ-ნელა აგილაგდებაო ყველაფერიო ასე რომ ქალბატონი მარიკა ფირცხალა არის ჩემი ექიმი და ვუხდი ძალიან დიდ მადლობას ჩემი სიხარულისათვის მითხრა რომ ერთადერთიო რაც არისო კარგიო დაზღვეული ხარო იმით რომ რას გავარ ხალხო ან ვერ გავიგე დაზღვეული ხარო იმით რომ
აბსოლუტურად სუფთა. ამის მახლა არის აბსოლუტურად სუფთა. და აი ეს განცდა და ვაიმე რამე ხوار და ყველაფერი არის ნორმაში აბსოლუტურად. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მეზისყები ფერკიტან უშურდი ჩემი ცხოვრებიდან. თან კიდე ხოღარ დამჭირდება მეოთხარ და არა რა აბსოლუტურად სუფთაო ყველაფერიო რა პრობლემაო. აღარ დაგჭირდებაო. ესე იგი. ბატონო და ვაიმე ჩემო სიცოცხლე წასულია და მალე მოვა დე. არა დე, არის წუწუნა მალე მოვა. ესე იგი, ჩემი რადიოლოგი ყოფილა აფრიამაშვილი და აფრიამაშვილები მე მას ვქენი უკვე რომ კარგად დავლაგდი. აფრიამაშვილები არიან ჩვენი კუთხის ხალხი. ანუ ჩვენ კუთხეშიც არიან ეს გვარის წარმომადგენლები აფრიამაშვილები და ხმის არ ნახავდი რადიოლოგს, მაგრამ დღეს. მაგრამ რო დავხედე გამიხარდა რაღაცნაირად. მითხრა რომ მე რომ მტკივა მეთქის კონკრეტული რო ავარტყი თავი რამე ანუ ეგ მტკივა ფევთხარი და არაო უბრალოდ დაემთხვა იმ შენ ისედაც ტკივილებს ეგარტყვა თორე არანაირი დაზიანება არაფერი არ არის გამოსახული ხა ამაზე ხმა კვლევა რაღა უნდა გაიკეთო გეხუწები Pani ma switchebdi. Ara es არ მინდა. ერთი კარგად ვიტირებ. მაგრამ ყველაფერი კარგად არისო. დიო დაყვარვარი წრევლები. აი მეტი და რა გავაკეთო ესეთი გულჩვილი ადამიანი რატო ვარ? აი ემოციური უფრო სწორად გულჩვილი არა. ხო, პრინციპში ამ ერთ თვეში უნდა გილაგდესო ეს და თუ ალბათ ნუ მე გამიგრძელდა კიდე მე როგორ გექნებაო იცი თავის ტკილები უკვე იშვიათ სახეს მიიღებს რაც ნუ ახლა ყველას გვაქვს და ეგ ჩულებრივი ამბავი ახლა ვიღლები თავი გვტკივდება მაგრამ ესე რომ ყოველდღიური აღარ გექნებაო არანაირადო თუ არ და მე ცოტას კიდე გავაგრძელებთ მკურნალობას რა თქმა უნდა ეს მედიკამენტები რაც უნდა მიგვარის საკმაოდ ძლიერი იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ არის ორსულობაო ანუ თუ დადგა ორსულობა აი დაუშვათ ორსულად ხარ გაიგეო რომ ორსულად ხარო არ შეიძლება და არ უნდა მიიღო და მაგალითად ყველას ვურჩევ ასეთ დროს რომ დაიცოს თავიო ეს ერთი თვეო როცა ამ შემთხვევაში ენიშნება თუ მკურნალობაო რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ყველა ვარიანტი ჯობია რომ ქალმა დაიცოს თავი კაცმა რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად თავი დაიცოთ მოკლედ და თუ მაინც არის უკვე ფაქტი სახეზე და არის ორსულობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეწყდეს ამ მედიკამენტების მიღება, მე როგორ ძალიან მსუბუქი მედიკამენტები მინიშნება და მოკლედ ეს თემაც გაიარა ექიმმა ამ შემთხვევაში თუ ცებ აღმოაჩენო რომ აი თქვა თუ ვიდე და უსულად ყოფილვარ და ვაიმედე და რა ვქნა და მედიკამენტები დავლიე თუ რაღაც არ არის პრობლემა რომ გაიგებ უნდა შეწყდიტოვო ხო ამიტომ უჯობესია თავის დაცვა ყველა ვარიანტშიო რა თქმა უნდა თავი დაიზღვა რაღაც ვკითხულობ აქ ხომ არ იცით შემთხვევით ყველაფერი წაკითხე მილიონჯერ ასე დასრულდა ჩემი მრავალკვირიანი ნერვიულობა
ეს ხო ეხარ დაიწყო ჩემი ნერვიულობა დაიწყო ის თავი რომ მივარტყიდან რომ უიდე და არიქა რაღაცა ჩავიწყვიტე თუ რავი რაღაც გავიწყვიტე და შემიძლია რომ ღრმად ვისუნთქო შემიძლია რომ ჩემ თავს მივცე ბედნიერების საშუალება რომელიც წავართვი მთელი ზაფხული მაგრამ იმ დონემდე მტკიოდა თავი რომ სიმართლე გითხრათ კარგი ვერაფერი ვერ ვიფიქრე და კარგისკენ ასე ვთქვათ ვერ გადავიხრებოდი ვერანაირად და ჩემს ადგილზე ალბათ ვერავინ ხო და ვლოცავ საკუთარ თავს ჩემი ოჯახის წევრებს გადავაგორეთ ძალიან მძიმეს რამდენიმე დღე განსაკუთრებით რამდენიმე დღე ასე რომ ხვალ უკვე მიფრინავენ ჩემი ოჯახის წევრები გავაცილებ გაყვება ჩემი გული იმედი მაქვს რომ ახალ წელს ჩამოვა ჩემი ძმაც მათთან ერთად ძალიან დიდი იმედი მაქვს და აქ რო ჩემ ძმას დავინახავ შევა აეროპორტში გავწვე სიხარული და ვეღარ ამაყენონ ხო და ახოთ რას მოგვიტანს ეს დღეები მინდა რომ ისეთი სიხარული გისურვოთ ხალხო როგორც ახლა მე განვიცდი და არ გეგონოთ რომ თქვენი გამხნევება ჩემთვის არ ნიშნავდა რამეს ჩემთვის ნიშნავდა ძალიან დიდი დოზით დიდ ენერგიას რასაც თქვენ გადმომცემდით თქვენ ის ადამიანები ჩემი უახლოესი ოჯახის წევრები არ ვიცი იმდენმა ადამიანმა მომწერეთ ხალხო პირადში რომ სიტყვები არ მყოფნის ძალიან დიდი მადლობა აქვე ერთხელ და სამუდამოდ კიდევ დავამატებ ამ ვიდეოშივე და ამ თემას მე აღარ შევეხები ესე ეს დონაციის საკითხი საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ რამდენიმე სიტყვა მინდა რომ ჩავაკვეტო იმიტომ რომ მე ადრე ამაზე ვისაუბრე და თურმე რაღაცა წყენიაცავით ადამიანებს მინდა გითხრათ ხალხო რაც გინდათ ის გააკეთეთ როგორც თქვენს გულს გაუხარდება ის გააკეთეთ ჩემთვის არის მიუღებელი ერთი რამ შენ თუ აწერ რომ ეს არის არხის განვითარებისთვის ეს უნდა იყოს არხის განვითარებისთვის შენ თუ კონკრეტულად გჭირდება ადამიანო ნებისმიერი თუნდაც მე ვიყო კონკრეტული რაღაცისთვის მაშინ შენ უნდა დააწერო შენ მისთვის გჭირდება ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ამ შემთხვევაში დამიჯერეთ არავინ არ გაღიზიანდება ეს არ უნდა იყოს მოთხოვნა ეს უნდა იყოს თხოვნა ჩემი აზრით და ამ შემთხვევაში აღარ გაღიზიანდება აუდიტორია ეს არის ჩემი აზრი თვალებში ნაცარი არ უნდა შემაყარო მაყურებელს თუ მეუბნები რომ არხის განვითარებისთვის გინდა პირობითად გეუბნებით და შენ თუნდაც დუბაიში წახვალ და ისრიალებ ზღვის ტალღებზე და ბლოგი ისეთი იქნება როგორიც მანამდე შენ მე მატყუებ ყველაფერს თუ თავის სახელს დაარქმევთ დამიჯერეთ ხალხო არავინ არ გაღიზიანდება არაფრით არც ამ თემით სპეკულაცია არ არის რაღაცა უიდე და ჩვენი მოწოდება მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს იმის უფლება ყველამ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ყველაფრის მიმართ რაც კი არსებობს თემა საქართველოში მსოფლიოში ყველაფერზე შეგვიძლია რომ ცოტა თემებს შევეხოთ მაგრამ არავინ არ შეურაცხყოფთ რა თქმა უნდა ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს ვისაც როგორ უნდა ისე გადაწყვეტს თავისი ბლოგები რა მიმართულებით წაიყვანოს როგორ წამოიყვანოს რა უყირს რა არ უყირს უბრალოდ ვთვლი რომ ადამიანებს აღიზიანებთ გადაჭარბებული მოთხოვნა და ადამიანებს აღიზიანებთ თვალებში ნაცრის შეყრა თუ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს არავინ არ გაღიზიანდება საერთოდ თუ გინდა 15 ანგარიშის ნომერი დაწერეთ ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას ვისაც გეწყინათ აუქნებთ ჩემი აზრი გამოჩნია და მით უფრო არსად არ მილანძღი ადამიანები ვინც დონაციით კავდებით არა წავედი
ძალიან დიდი მადლობა, მინდა რომ ეს ბედნიერება კიდე დიდხანს შევიგრძნო. მეტი დრო გავატარო ჩემი ოჯახის წევრებთან. ცოტა მიჭირს საუბარი, ალბათ დაღლილი ვარ, რაღაცნაირად დაცლილი ვარ. და ღმერთმა მოგცეთ ყველას ისეთი ბედნიერება, რასაც ახლა ჩემი გული განიცდის, რასაც ახლა უგრძნობ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვით, ქოტყუილად არ მithქვამს. ხო და მადლობა ღმერთს, რომ ვიმარჯვებ. ძალიან დიდი მადლობა ყველას.